ვიწყებთ ლექციების ციკლს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიიდან. პირველ ლექციად წარმოდგენილი იქნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისს. სანამ უშუალოდ ლექციის საკითხების განხილვაზე გადავიდოდეთ, მანამ გვინდა შევეხოთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან და ამავე დროს ჩვენთვის, ქართველებისათვის მტკივნეულ საკითხს. საბჭოთა ისტორიოგრაფია 10 წლეულების მანძილზე ამტკიცებდა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წელს იყო შემთხვევითი მოვლენა, რაღაც მოვლენები დაემთხვა ერთმანეთს და ამ მოვლენათა დამთხვევის შედეგად ქართველმა ერმა სრულიად დაუმსახურებლად, არა კანონზომიერად მიაღწია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. ეს შეხედულება მცდარია. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა არ ყოფილა შემთხვევითი მოვლენა. იგი იყო უშუალო შედეგი ქართული ეროვნული მოძრაობისა, რომელიც დაიწყო მე-19 საუკუნის დამდეგს და უწყვეტად გაგრძელდა 1917-1918 წლებამდე. ეროვნული მოძრაობის გამოვლინებებს წარმოადგენდა, მის ცალკეულ ეტაპებს წარმოადგენდა 1802 წლის პოლიტიკური გამოსვლა კახეთში, 1804 წლის აჯანყება ქართლის მთიანეთში, 1812 წლის აჯანყება კახეთში, 1819-20 წლების აჯანყება იმერეთში, 1832 წლის შეთქმულება. ეროვნული მოძრაობის ამ მონაპოვარს შემდეგ დაეფუძნა მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან ილია ჭავჭავაძის წინამძღოლობით დაწყებული დიდი ეროვნული მოძრაობა, რომლის ახალი ეტაპი დაიწყო უკვე მე-20 საუკუნის დამდეგიდან. ასე რომ მთელი 117 წლის განმავლობაში ქართული ეროვნული მოძრაობა მიდიოდა აღმავლობის გზით, ასე რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვება სულაც არ ყოფილა შემთხვევითი მოვლენა. ეხლა რაც შეეხება კიდევ ერთ მოვლენას, რომელსაც ქართული ეროვნული მოძრაობის მონაპოვართან ერთად განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, იყო მსოფლიო ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორცაც წარმოადგენდა პირველი მსოფლიო ომი. პირველმა მსოფლიო ომმა ბოლო მოუღო დიდ იმპერიებს, ისეთი როგორიც იყო გერმანიის იმპერია, ავსტრია-უნგრეთის იმპერია და მათ შორის რუსეთის იმპერია. პირველი მსოფლიო ომის შედეგად შექმნილ უაღრესად რთულ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ ვითარებაში დაემხო რუსეთის იმპერია 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ. ცხადია, რომ პირველ მსოფლიო ომს ასეთი დამანგრეველი ზემოქმედება არ ჰქონოდა დიდი იმპერიების ბედზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდებოდა. დიდი იმპერიების შემადგენლობაში მცხოვრები ერები, ერთდროს დაპყრობილი ერები, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში, გერმანიის იმპერიის შემადგენლობაში, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, ცხადია ვერ მოიპოვებდნენ დამოუკიდებლობას, მაგრამ როგორ შეიძლება შემთხვევითობად მივაწეროთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, პირველი მსოფლიო ომი თავისთავად შემთხვევითობა ხო არ იყო, იგი ხო მსოფლიო ისტორიის განვითარების კანონზომიერებას წარმოადგენდა, მსოფლიო ისტორიის რაღაც ეტაპს წარმოადგენდა. მაშ რომ შევაჯამოთ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა განსაზღვრა ორმა მოვლენამ. ერთმა შინაგანმა, ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ, მისმა მონაპოვარმა და მეორემ გარეგანმა, პირველმა მსოფლიო ომმა და დიდი იმპერიების ნგრევამ პირველი მსოფლიო ომის შედეგად. საერთოდ
რუსეთის იმპერია არა მარტო ქართველებისათვის არ დანგრეულა, მაგრამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა რუსეთის იმპერიის ნგრევის შემდეგ სულ რამდენიმე ერმა შეძლო, მათ შორის ქართველებმა. ერების დიდი ნაწილი, ხალხების დიდი ნაწილი ისევ დარჩა უკვე ახალი რუსული იმპერიის საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში. ასე რომ შეიძლებოდა რუსეთის იმპერია კიდეც დანგრეულიყო, მაგრამ თუ ერის მზაობა არ იყო დამოუკიდებლობისათვის, თუ ერი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არ ემზადებოდა ამ დამოუკიდებლობისათვის, ისე დამოუკიდებლობას მას არავინ არ მიართმევდა. ასე რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა იყო სრულიად კანონზომიერი მოვლენა, საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, ეროვნული მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაგვირგვინდა აი ამ დიდი მოვლენით. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ მივყვეთ მოვლენათა განვითარებას. საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა ორი გუბერნიის, ქუთაისისა და თბილისის გუბერნიების სახით. რაც შეეხება მთლიანად კავკასია, რუსეთის იმპერიაში შედიოდა კავკასიის სამეფისნაცვლოს სახით. ასე რომ საქართველოს ისტორიული ტერიტორია გაყოფილი ორ რუსულ გუბერნიას შორის შემდეგ გაერთიანებული იყო კავკასიის სამეფისნაცვლოში, ისე როგორც ერევნის გუბერნია, ბაქოს გუბერნია და სხვა გუბერნიები. ასეთი იყო რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა. აღესრულა რუსეთის იმპერია 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციით. ძველი ხელისუფლება მოისპო. ამას მოჰყვა ძველი ხელისუფლების მიერ დაკანონებული, იმპერიის ხელისუფლების მიერ დაკანონებული, აღარ შეეძლებოდა მას ეარსება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფაც. ეხლა რუსეთის ბედს საიმპერიო მთავრობის დამხობის შემდეგ განაგებდა მისი სამართალ მემკვიდრე გახდა რუსეთის დროებითი მთავრობა. რუსეთის დროებით მთავრობას რაღაც უნდა გაეკეთებინა, მოემოქმედებინა ყოფილი კავკასიის სამეფისნაცვლოს ტერიტორიაზე. და გადაწყდა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად, რომ დროებით მხარის მართვა გამგეობა ჩაებარებინათ ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტისათვის, რომელიც ჩვენს ისტორიაში ოზაკომის სახელით არის ცნობილი. ოზაკომი შედგა ეროვნული და პარტიული პრინციპის მიხედვით. მისი თავმჯდომარე იყო რუსი კადეტთა პარტიის წარმომადგენელი ხარლამოვი, ხოლო საქართველოდან მასში თავიდან შევიდა ქართველი წევრი, ცნობილი მოღვაწე კიტა აბაშიძე. მაგრამ საქართველოში განვითარებული მოვლენების შედეგად პეტერბურგში რუსეთის დროებითი მთავრობა იძულებული გახდა ცვლილება შეეტანა ამიერკავკასიის კომიტეტის ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის ოზაკომის შემადგენლობაში. ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა დიდი აურზაური ატეხეს, რომ ისინი არ მიცემენ უფლებას ოზაკომს იმუშაოს საქართველოში, თუ იქ არ იქნება სოციალ-დემოკრატი. ასეთ სოციალ-დემოკრატად ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა წამოაყენეს აკაკი ჩხენკელი. დროებითი მთავრობა დათმობაზე წავიდა. მით უფრო რომ კიტა აბაშიძესაც თავი არ გამოუდვია, ის უკვე ავადმყოფობდა და მალე კიდეც გარდაიცვალა შემდეგ. ასე რომ პრაქტიკულად ოზაკომის მოქმედი ქართველი წევრი იყო აკაკი ჩხენკელი. ეხლა ოზაკომი იყო უსუსტესი ხელისუფლება. უსუსტესი ხელისუფლება, რადგან პირველი მსოფლიო ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს კავკასიის ფრონტზე, ანუ რუსეთ-თურქეთის კავკასიის ფრონტზე
განლაგებულია უზარმაზარი არმია, რომელიც ოზაკომს არ ექვემდებარება. უпростоრად ასეთი განწყობილება, თუ სარდლობა მოინდომებს დაექვემდებარება, თუ არ მოინდომებს, არ დაექვემდებარება. საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიებიცაც ასეთი განწყობილება ჰქონდათ. თუ ჩათვლიდნენ, რომ ოზაკომთან თანამშრომლობა აუცილებელი იყო, ითანამშრომლებდნენ თუ არა, არა. მაგრამ ქართველმა, აზერბაიჯანელმა და სომეხმა პოლიტიკოსებმა ჩათვალეს, რომ ამ ეტაპზე ოზაკომთან თანამშრომლობა მშვიდობის შენარჩუნებისათვის აუცილებელი იყო. კავკასიის არმიაც დაეთანხმა ასეთ წინადადებას და მანაც ოზაკომთან დაიწყო თანამშრომლობა. ოზაკომი პრაქტიკულ მოქმედებას საქართველოში პრაქტიკულ საქმიანობას 1917 წლის მარტიდან. ეხლა მოვლენები ვითარდებოდა მშვიდობიანად, რამდენადაც მშვიდობიანი შეიძლება ყოფილიყო ომის პირობებში მცხოვრები ქვეყანა. თბილისი სავსე იყო ჯარით, ხდებოდა ჯარების გადაადგილება, ზოგიერთი ნაწილი გამოყავდათ ფრონტიდან, ზოგი ახალი ნაწილები შეჰყავდათ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, აბსოლუტურ სიმშვიდეზე საუბარი არ შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კონფრონტაცია არ შეინიშნებოდა. და ოზაკომი შეიძლება ითქვას უსუსტესი ხელისუფლების სამხარეო ორგანო, მაინც ახერხებდა ხელისუფლების ორგანოს ფუნქციის შესრულებას. ეხლა რამდენადაც არ უნდა დაეჭირათ მხარი ოზაკომისათვის ქართულ პოლიტიკურ პარტიებს, ის ეროვნული ორგანო ხელისუფლებისა მაინც არ იყო. ამიტომ გადაწყდა, რომ რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ შექმნილი ოფიციალური ორგანო სამხარეო ხელისუფლების გვერდით აუცილებელი იყო ხელისუფლების ეროვნული ორგანოს ჩანასახის პირველ ეტაპზე შეიძლება ყოფილიყო საკოორდინაციო ცენტრი შექმნა და 1917 წლის მარტის ბოლოს და აპრილის დამდეგს გამართული კონსულტაციების შედეგად საქართველოში მოქმედმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა, ქართველმა სოციალისტ ფედერალისტებმა, ქართველმა ეროვნულ დემოკრატებმა და კიდევ რამდენიმე შედარებით მცირე პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვიტეს, რომ მოეწვიათ ინტერპარტიული კრებები, ქართული ინტერპარტიული კრებები, ორი კრება გაიმართა აპრილში. მოგვიანებით ცოტა არჩეული იქნა საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო. კრება შეიკრიბა ორჯერ სულ და შემდეგ იშვიათად იკრიბებოდა, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭო, ეს იყო მუდმივ მოქმედი ორგანო. ეხლა ამ პერიოდში ყველაზე აქტიური პოლიტიკური მოღვაწე ჩანს აკაკი ჩხენკელი. ის ხელმძღვანელობს პირველ და მეორე ინტერპარტიულ კრებას. ის არის საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს თავმჯდომარე და ყველა გადაწყვეტილება თანხმდება აკაკი ჩხენკელთან. ეხლა როგორ წარიმართებოდა ან ოზაკომის მოღვაწეობა, ან საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო რაც მოიმოქმედებდა, ეს დამოკიდებული იყო შექმნილ ვითარებაზე. ჯერჯერობით კი საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს უნდა ეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც იყო დროის იმ მონაკვეთში აუცილებელი. ჯერ კიდევ ინტერპარტიულ კრებებზე და შემდეგაც გვიან დაისვა საკითხი, რომ ჩვენ რომ დამოუკიდებლობას მივახციოთ. აი რუსეთის იმპერიიდან გამოსვლის შემთხვევაში რას ვითხოვთ? ჩვენ რა ტერიტორიას ვითხოვთ? ვითხოვთ საქართველოს, თქვათ, იმ საზღვრებში, როგორიც იყო, თქვათ, დავით აღმაშენებლის დროს, ან გიორგი ბრწყინვალის დროს, თუ მე-19 საუკუნის დროს, როდესაც საქართველო დაიპყრო რუსეთის იმპერიამ, ქართული სამეფოს სამთავროები. ამაზე საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა პოლემიკა და ბოლოს გადაწყდა. ერთადერთი გამოსავალი ახლა არის, რომ ჩვენ საქართველოს ისტორიული ტერიტორიად ჩავთვალოთ თბილისისა და ქუთაისის გუბერნია.
ეხლა ეს იყო ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა თავისებური ნაკლი, რადგან ამ გუბერნიების გარეთ კიდე რჩებოდა ქართული ტერიტორიები, რომლებიც არ შედიოდა არც თბილისისა და არც ქუთაისის გუბერნიებში, მაგრამ ძირითადი ტერიტორია საქართველოს ისტორიული ტერიტორია შედიოდა ამ გუბერნიებში. თბილისის გუბერნია იმიტომ იყო ჩვენთვის მისაღები, რომ მაშინ ჭარბელაქანი, ისტორიული ჰერეთის ნაწილი, შეცდომით საინგილოს რო უწოდებთ ხოლმე ჩვენ, თბილისის გუბერნიაში შედიოდა. ასე რომ თუ ეს ფორმულა მიღებული იქნებოდა, მაშინ გამოდიოდა, რომ ჭარბელაქანით საქართველოს ტერიტორიაში მოიაზრებოდა. ქუთაისის გუბერნია იმიტომ გვაძლევდა ხელს ჩვენ, რომ ქუთაისის გუბერნიაში შედიოდა ბათუმის ოლქი და სოხუმის ოკრუგი. და საქართველოს ისტორიული ტერიტორია რაღაც ფორმით მისი უდიდესი ნაწილი მაინც იყრიდა თავს. ეხლა აქ დაისვა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. კი ბატონო, ჩავთვალოთ თბილისის და ქუთაისის გუბერნია საქართველოს ისტორიულ ტერიტორიად, მაგრამ ეხლა თბილისის გუბერნიის გარკვეულ მაზრებში ქართული მოსახლეობა აღარ არის. და ეს არაქართველი მოსახლეობა ჩათვლის საქართველოს მოქალაქედ თავს და იცხოვრებს მომავალ საქართველოში, აქ კომპრომისული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ალბათო საქმე მივა რეფერენდუმამდე მაშინ, ისე ჩვენ ამას ვერ გადავწყვეტ და ეხლა ეს გადაწყვეტილებაც არ იყო მთლად კარგად მოტივირებული, მაგრამ როდესაც ძალა არ აგახ, მაშინ ამაზე უნდა წახვიდე. და თანაც რეფერენდუმი მაშინ მთელი რუსეთის იმპერიის და საერთოდ მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული რამ იყო, რომ ხალხმა თავისი სახელმწიფოებრივი კუთვნილება უნდა განსაზღვროს რეფერენდუმებით და ამაზე ვერ იტყოდნენ უარს ამ შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოში, რადგან პრაქტიკულად საკითხი მაინც ასე გადაწყდებოდა. თუ არა ომი იყო საჭირო სხვა შემთხვევაში. ეხლა აქ დაისვა მეორე საკითხი. თუ ეს ამოსავალია რეფერენდუმი ჩვენთვის, თბილისის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის არაქართული. მაშინ თბილისიც რეფერენდუმის გზით დავტოვოთ ან არ დავტოვოთ მომავალი საქართველოს შემადგენლობაში. აქ ეროვნულმა ინტერპარტიული საბჭოს კრებამ მიიღო ცალსახა გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ქართული მოსახლეობა ახლა ძალიან მცირეა, თბილისი რჩება საქართველოს დედაქალაქად და რეფერენდუმი მას არ ეხება. პრაქტიკულად მიმდინარეობდა საკითხი საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოში, აი რა ფორმით შეიძლება დავრჩეთ, ან შეიძლება არ დავრჩეთ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და გამოითქვა აზრი, სოციალ-დემოკრატებმა მხარი დაუჭირეს, ფართო ავტონომიის უფლებით დავრჩეთო. გამოითქვა აზრი, რომ იქნებ კონფედერაცია შევქმნათ რუსეთთან. სოციალ-დემოკრატები იმასაც შიშობენ, რომ რუსები უნიტარულ სახელმწიფოს არ დაანგრევენ, უარს იტყვიან ქართველების ავტონომიაზე, უარს იტყვიან მით უმეტეს კონფედერაციაზე. მაგრამ საქმე საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღებამდე არ მისულა, მხოლოდ დავა მიმდინარეობდა ამ საკითხზე. თუ დაისმებოდა დამოუკიდებლობის საკითხი, ისმოდა ძალიან კარგად, გააზრებულად, იმიტომ რომ ყველაფერი იყო დამოკიდებული, როგორ დამთავრდებოდა პირველი მსოფლიო ომი, ანუ ევროპა დაგვიჭერდა თუ არა მხარ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ. მაშინვე პოლიტიკოსები რა თქმა უნდა გრძნობდნენ, რომ რუსეთი მაქსიმუმს ეცდებოდა, რომ არ მიეცა არანაირი თავისუფლება და მით უმეტეს დამოუკიდებლობა საქართველოსათვის. მოვლენათა ასეთი განვითარება შესცვალა რუსეთში 1917 წლის 25 ოქტომბერს ბოლშევიკების ხელმძღვანელობით განხორციელებულმა კონტრრევოლუციურმა სახელმწიფო გადატრიალებამ. რუსეთში დამყარდა დიქტატორული რეჟიმი, რომელიც სულ უფრო და უფრო იკრებდა ძალას და საქართველოში კარგად იცოდნენ, ისევე როგორც სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც, რომ რუსეთის დროებითი მთავრობის შედარებით ლოიალური პოლიტიკა შეიცვლებოდა ძალიან მკაცრი და აგრესიული პოლიტიკით. ყველა მიცოდა რა აზრები ჰქონდა თავში ბოლშევიკების ლიდერს ვლადიმერ ლენინს და საერთოდ ცნობილ ბოლშევიკებს ამ არარუს ერებთან დამოკიდებულებაში.
ამიტომ იყო რომ სანამ ვითარება გაირკვევოდეს ქართველმა სომეხმა და აზერბაიჯანელმა პოლიტიკოსებმა ქართველები პირველობდნენ აქ ყოველთვის, რადგან თუნდაც იმიტომ რომ ამბები თბილისში ხდებოდა. შექმნეს ხელისუფლების ახალი სამხარეო ორგანო. ეხლა ახალი სამხარეო ორგანო რატომ იყო აუცილებელი? რადგან დროებითი მთავრობა დაემხო მის მიერ შექმნილი ოზაკომიც გაუქმდა, რადგან მისი შემქმნელი აღარ არსებობდა და ოზაკომმა შეწყვიტა ფუნქციონირება. ამ ორგანოს უწოდეს ამიერკავკასიის კომისარიატი. ამიერკავკასიის კომისარიატი, რომლის თავმჯდომარედაც დაინიშნა ქართველი სოციალ-დემოკრატი ევგენი გეგეჭკორი. ეხლა რა არის ამიერკავკასიის კომისარიატი? რატომ შეიქმნა იგი? მიღებულ დადგენილებაში ხაზგასმულია, რომ ქართული, სომხური, აზერბაიჯანული პოლიტიკური ძალები არ ცნობენ საბჭოთა რუსეთს. ბოლშევიკურ რეჟიმს არ ცნობენ. და უნდათ დაასწრონ, სანამ ლენინი დანიშნავდეს ხელისუფლების ახალ ორგანოს აქ თბილისში, მანამ დანიშნონ ხელისუფლების ახალი ორგანო ადგილობრივმა პოლიტიკურმა ძალებმა. ამიერკავკასიის კომისარიატის შექმნის თაობაზე მიღებულ დადგენილებაში წერია, ჩვენ დამოუკიდებლობას არ ვაცხადებთ. ჩვენ არ ვეყოფით რუსეთს, მაგრამ ჩვენ არ ვცნობთ საბჭოთა რუსეთს, არ ვცნობთ ლენინის მთავრობას და ამიერკავკასიის კომისარიატი შეასრულებს სამხარეო ხელისუფლების ორგანოს ფუნქციას, სანამ რუსეთში აღდგებოდა კანონიერი დროებითი მთავრობა, ანუ სანამ ბოლშევიკები დამარცხდებოდნენ. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც ფაქტიურად საქართველოს სამომავლოდაც გამიჯნა საბჭოთა რუსეთისაგან. ეხლა იმ დროს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში გაბატონდა ასეთი აზრი, მცდარი შეხედულება, რომ ბოლშევიკები ერთ-ორ კვირაში დაკარგავენ ხელისუფლებას. და ამიერკავკასიის კომისარიატის თაობაზე შექმნის თაობაზე მიღებულ დადგენილებაშიც ეს იმედია, რომ ეს ბოლშევიკები ბოლოს და ბოლოს სწავლენ, ისინი დიდხანს ვერ გაძლევენ. ამიტომ ესმებოდა ხაზი, რომ ჩვენ სეპარატისტები არა ვართ, ჩვენ ერთპიროვნულად მოლაპარაკების გარეშე არ ვეყოფით რუსეთს, ვემიჯნებით მხოლოდ საბჭოთა რუსეთს, მაგრამ როგორც გაიგო საბჭოთა რუსეთმა საკმაოდ დიდხანს იარსება და ეს ფაქტიურად ამიერკავკასიის კომისარიატის იმედი, რომ ოდესმე საბჭოთა ხელისუფლება დაემხობოდა, არ გამართლდა და უკვე საბჭოთა რუსეთთან ურთიერთობაში უწევდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლა. ამ პერიოდისათვის უკვე, როდესაც რუსეთში კონტრრევოლუციური სახელმწიფო გადატრიალება განახორციელეს ბოლშევიკებმა, საქართველოს ეროვნულმა ინტერპარტიულმა საბჭომ მოახერხა და მოიწვია საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა. პირველი ეროვნული ყრილობა მოწვეული იყო იმისათვის, რომ განესაზღვრა ქართული ეროვნული მოძრაობის სტრატეგია და ტაქტიკა, განესაზღვრა ქართველი ერის სამომავლო ამოცანები, რა უნდა ეკეთებინა ქართველ ერს. მაგრამ მოხდა კურიოზი. საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის მოწვევის იდეა ჩამოყალიბდა მანამდე და ფაქტიურად მოიწვიეს ყრილობა, მისი შემადგენლობა განისაზღვრა, სანამ ბოლშევიკები რუსეთში ხელისუფლების სათავეში მოვიდოდნენ. ხოლო ყრილობა მუშაობა დაიწყო მას შემდეგ 1917 წლის 19 ნოემბერს, როცა რუსეთში უკვე საბჭოთა ხელისუფლება არსებობს. ასე რომ ერთ ეპოქაში არჩეულ საქართველოს ეროვნულ ყრილობას მუშაობა მოუწია მეორე ეპოქაში. ამან რა თქმა უნდა გაართულა ვითარება. მაგრამ საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიაღწია იმას პარტიული დაპირისპირებების მიუხედავად, რომ აირჩია ხელმძღვანელი ორგანო, საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელსაც მიანდო ქართველი ერის ბედი. თავისთავად საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ არჩეული იქნა ნოე ჟორდანია. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ შემდეგ აირჩია ვიწრო შემადგენლობა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედაც ჟორდანია იყო არჩეული. ეს იმიტომ მოხდა, რომ ეროვნული საბჭოს კრებები გაიმართებოდა თქვათ თვეში ერთხელ ან ორჯერ
ხოლო რაც შეეხება აღმასრულებელ კომიტეტს, მას ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ემუშავა. მისი შემადგენლობა იყო 8, 9, 10, 11, 12 კაცის სხვადასხვა ეტაპზე. ეხლა აშკარად გამოიკვეთა უკვე რომ საბჭოთა რუსეთი არ დაუშვებს საქართველოში ეროვნული მოძრაობის აღმავლობას, არ დაუშვებს არათუ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, არამედ ვთქვათ, რომ დათანხმებულიყვნენ ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები რაიმე ავტონომიის, ამ ფართო ავტონომიის სახით რუსეთის შემადგენლობაში ამ ხარის არსებობას. ბოლშევიკებს გეზი აღებული ჰქონდათ უნიტარული სახელმწიფოსაკენ. ამ პერიოდში უკვე გამოიკვეთა აზრი, რომ ჩვენი მოკავშირე, ეს აზრი თავიდანვე იყო, ჩვენი მოკავშირეა ევროპა. მაგრამ აი როგორ უნდა დაამყარონ ევროპასთან კავშირი? ომი მიმდინარეობს. ევროპა გაყოფილია ორად. გერმანიის სამხედრო ბლოკად და ინგლիս-საფრანგეთის სამხედრო ბლოკად, ინგლիս-საფრანგეთ-რუსეთის სამხედრო ბლოკად. მაგრამ 1917 წლის 8 დეკემბერს მოხდა ძალიან ცუდი ამბავი. თბილისში ჩამოვიდა ანტანტის ქვეყნების, ანუ ინგლისის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია პოლიტიკოსები და სამხედრო ექსპერტები. ერთ-ერთი ინგლისელი გენერალი იყო მთავარი სამხედრო ექსპერტი. საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში შედგა შეხვედრა და ქართველებმა ნოე რამიშვილმა პირდაპირ დააყენა საკითხი, რომ დაგვეხმარებით თუ არა ჩვენ. როგორც გაირკვა, ანტანტის ქვეყნები ვერ დაგვეხმარებოდნენ ვერც ჯარით, ვერც სამხედრო შეიარაღებით და ვერც ფულით. ამის შემდეგ ძალიან გამწვავდა ურთიერთობა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, იმდენად გამწვავდა ურთიერთობა, რომ ნოე ჟორდანია იძულებული გახდა სხდომა დაეხურა და საკითხი მეორე დღისათვის გადაედო, თუმცა მეორე დღეს სხდომა აღარ გაგრძელებულა, რადგან პოზიცია ნათელი იყო, ევროპა ვერ გვეხმარებოდა. რუსეთი კი სულ უფრო და უფრო აქტიურობს, რომ როგორმე ჩაკლას საქართველოში ეროვნული ძალები. კავკასიის ფრონტზე იყო დისლოცირებული რუსეთის უზარმაზარი არმია, რომელიც თანდათან იშლებოდა, უმართავი ხდებოდა, მოროდიორების ბრბოდ იქცა ჯარი. ეს ჯარი თავმოყრილი იყო ძირითადად ჯულფის რაიონში. და ბოლშევიკური აგიტაციით მიაღწია იმას ლენინმა და მისმა მთავრობამ, რომ ჯარისკაცებს მოათხოვდნენ, რომ გაგვატარეთ ჩვენ სამშობლოში, ომი აღარ გვინდა. და ეშელონები გამოუყვეს და ეს ჯარი უნდა წასულიყო თბილისის გავლით. თბილისის გავლით. მაგრამ მოულოდნელად რუსებმა მოითხოვეს. თბილისის გავლით წავალთ, მაგრამ შემდეგ ბაქოს ხაზზე კი აღარ გადავალთ. უმოკლესი გზა იყო, უნდა გადასულიყვნენ თბილისიდან ბაქოს ხაზზე, რადგან აქ აფხაზეთში რკინიგზა მაშინ არ იყო. შეეძლოთ ბოლოს და ბოლოს ჩასულიყვნენ მხოლოდ ფოთში და ბათუმში. შემდეგ რკინიგზა აღარ იყო. მაგრამ დაეჭვდნენ ეროვნულ საბჭოში, რომ რუსები ითხოვენ გაგვატარეთ ჩვენ შავი ზღვის ნავსადგურებისაკენ და იქედან შემდეგ გემებით გადავალთ რუსეთში. რა თქმა უნდა, გეგმა კარგად იყო შედგენილი, როდესაც ეშელონები ჯულფიდან ბათუმამდე და თბილისის გავლით ფოთამდე გაიჭიმებოდნენ, დაიწყებოდა აჯანყება. ეს იყო უზარმაზარი შეიარაღებული ძალა, დიდი იარაღი ჰქონდა, ჯავშნოსნებიც კი ყავდათ და მთელ საქართველოში დაამყარებდნენ საბჭოთა ხელისუფლებას. ეროვნულ საბჭოში ამას კარგად აუღეს ალღო და რუსები მოატყუეს. თბილისთან რკინიგზა რო შემოდიოდა ჯულფიდან, ერთ ღამეში ააგეს გადასასვლელი ხაზი ბაქოს რკინიგზაზე, ისე რომ ეშელონები თბილისში არ შემოვიდა. რუსებს რომ ეგონათ, რომ თბილისში შემოდიოდნენ, სინამდვილეში უკვე გაეღვიძათ დილით ბაქოს ხაზზე. მაგრამ მიხვდნენ ეხლა, რომ ვერ მოხვდნენ თბილისში და დაიწყო შეტევა. შამქორთან მოხდა ძალიან დიდი ბრძოლები რკინიგზის სადგურთან, აღსტაფასთან. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდე ფორმირების პროცესში ყოფმა ქართულმა ჯარმა მხოლოდ პირველი კორპუსი იყო, რუსების უკუგდება შეძლო, თბილისში არ შემოუშვეს.
ძალიან დაეხმარათ ქართველებს, თავისი საქმეც გააკეთეს, აზერბაიჯანთან ცხენოსანი პოლკი, რომელიც განჯაში იდგა, ზურგიდან დაარტყეს მათ რუსებს. და ეს ძალიან უხეში ძალა, საშიში ძალა მოცილებული იქნა საქართველოდან. გაუშვეს ბაქოს მიმართულებით, ეს ის ძალა, რომელმაც ბაქოში შემდეგ კომუნა დაამყარა, აზერბაიჯანის ეროვნული ძალები ამოწყვიტა და ფაქტიურად 1918 წლის აპრილიდან აგვისტო-სექტემბრამდე პარპაშობდნენ იქ. ერთი შეტევა მოიგერიეთ საბჭოთა რუსეთისა, მაგრამ საბჭოთა რუსეთი კვლავ აგრძელებდა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას და მორიგი შეტევა საქართველოზე განხორციელდა 1918 წლის 3 მარტს დადებული ბრესტ-ლიტოვსკის ზავით. ეს ის პერიოდია, როდესაც რუსეთს ომი აღარ შეუძლია, იგი გამოეთიშა ინგლիս-საფრანგეთის კოალიციას და გერმანიას და მის მოკავშირეებს დაუდო სეპარატიული ზავი. საქართველოს შეეხო ზავი. შეეხო იმიტომ, რომ გერმანიის მოკავშირე იყო თურქეთი და თურქეთი გერმანიდან ითხოვდა ომში რომ ხარჯს გიჭერდი, ახლა რაღაც ტერიტორიული კომპენსაციები უნდა მიეღო. და ბრესტ-ლიტოვსკის ზავით ერთ-ერთი მუხლით ერთ-ერთ მუხლში ჩაიწერა, რომ ბათუმის ოლქის ბათუმისა და ართვინის ოკრუგების მოსახლეობას, ყარსის ოლქის, ყარსის, ართვინის, ყარსის, არტაანისა და ოლთისის ოკრუგების მოსახლეობას თავისი ბედი უნდა გაერკვია მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობით, შეთანხმებით უპირველეს ყოვლისა კი თურქეთთან. ეხლა გაირკვა, რომ საქმე ეხება რეფერენდუმს. რეფერენდუმით ეს ტერიტორია უნდა აღმოჩენილიყო, მეზობელი სახელმწიფო ორია, ან თურქეთი, იგივე ოსმალეთი, ან რუსეთი. საბოლოოდ ეს ძალიან ცუდად ჩაწერილი მუხლი დამთავრდა იმით, რომ ოსმალეთმა მართლაც აქ რეფერენდუმი ჩაატარა გვიან და გამოაცხადა, რომ ეს ტერიტორია ჩემიაო. თუმცა რეფერენდუმი გაყალბებული იყო და თანაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარდა. რუსებს სწორედ ეს ჰქონდათ მხედველობაში, რომ ოსმალეთი რეფერენდუმის გზით უკვე აღარ დათმობდა ამ ტერიტორიას. ასე რომ ახლოვდება 1918 წლის 26 მაისი. გადამწყვეტი მომენტი დგება. ან უნდა მოხდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და ან ეს საქმე საბოლოოდ დასამარდება. ამ საქმეს ყავს ორი მტერი. ერთი ეს არის საბჭოთა რუსეთი, მეორე არის ოსმალეთი, თურქეთი. ეხლა თურქეთმა, როდესაც ბრესტ-ლიტოვსკის ზავი თავის სასარგებლოდ ზავში თავის სასარგებლოდ ჩააწერია ეს მუხლი, მერე ამიერკავკასიის კომისარიატს მოთხოვა, რომ ეს ტერიტორია ახლა ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე გადმომეცით მეორაც ზავის მუხლშია მითითებული. რა თქმა უნდა, ამაზე ამიერკავკასიის კომისარიატმა უარი განაცხადა, ტრაპიზონში საზავო მოლაპარაკება ჩაიშალა. საზავო მოლაპარაკების ჩაშლას ის მოყვა, რომ 1918 წლის მარტის შუა რიცხვებიდან თურქეთმა დაიწყო ომი და 1 აპრილს დაიკავა ბათუმი. შემდეგ გადმოლახა ჩოლოქი, ოზურგეთიც დაიკავა, მაგრამ ჯარი მერე უკან გაიყვანეს თურქებმა ჩოლოქის მეორე სანაპიროზე დადგნენ. შეტევა განხორციელდა სომხეთის მიმართულებითაც. მთელი სომხეთი ოკუპირებულია ოსმალეთის მიერ, სამცხე-საათაბაგო ოკუპირებულია, ბორჯომთან შეძლეს ქართველებმა ოსმალეთის ჯარის შეჩერება. ასეთ პირობებში ქართველმა აზერბაიჯანელებმა და სომეხმა პოლიტიკოსებმა გაითვალისწინეს, რომ ოსმალეთის ერთ-ერთი არგუმენტი არის, რომ თქვენ სახელმწიფო არ ახართ და როგორ უნდა ილაპარაკოთ ოსმალეთთან, რომელიც არის სახელმწიფო. და ეს წინააღმდეგობა რომ მოესპოთ 1918 წლის 22 აპრილის ძველი და ახალი სტილით მოგახსენებთ, გამოაცხადეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა ამიერკავკასიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკისა, რომლის ეს გამოცხადება
მოახდინა ამიერკავკასიის სეიმმა, როგორც საკანონმდებლო ორგანომ. სეიმმა შეინარჩუნა ამიერკავკასიის საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქცია დაეკისრა სეიმის მიერ შექმნილ მთავრობას, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას. ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე იყო ქართველი სოციალ-დემოკრატი კარლო ჩხეიძე, ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველი სოციალ-დემოკრატი აკაკი ჩხენკელი. ასე რომ სახელმწიფო ფორმალურად სახეზე იყო, ჰქონდა საკანონმდებლო ორგანო, ჰყავდა თავისი მთავრობა და თურქეთს შესთავაზეს მოლაპარაკების გაგრძელება, მაგრამ მოლაპარაკება უკვე დაინიშნა ოკუპირებულ ბათუმში 1918 წლის 11 მაისს გაიხსნა, 12 მარტს ჩატარდა ერთადერთი სხდომა. შემდეგ უკვე კერძო შეხვედრები იყო. აკაკი ჩხენკელი ხელმძღვანელობდა დელეგაციას. აქვე იყო გერმანიის დელეგაცია, როგორც შუამავალი ამ მოლაპარაკებაზე გენერალ ოტო ფონ ლოსოვის ხელმძღვანელობით. ეხლა რა გაირკვა ბათუმში შეხვედრების დროს? რა გაირკვა, რომ თურქეთი არ აპირებს უკან დახევას. ითხოვს არა მარტო ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობების შესრულებას, არამედ ამძიმებს მას. ამძიმებს მას და ითხოვს ომის შემთხვევაში მიეცეს რკინიგზით სარგებლობის უფლება ამიერკავკასიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი ირღვევა, როდესაც მეორე სახელმწიფო გთხოვს, რომ ჯარებს გადავიყვან შენი ქვეყნის ტერიტორიით. მართალია ამ დროს ამიერკავკასია უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ ოსმალეთის დელეგაციამ თურქებმა წამოაყენა უკვე სხვა პირობა. ბრესტ-ლიტოვსკის ზავი რომ დაიდო, მაშინ ხომ არ იყავით დამოუკიდებელი სახელმწიფო. თქვენი სახელმწიფო შეიქმნა პოსტფაქტუმ და ამიტომ თქვენ არა გაქვთ უფლება ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობების შეცვლა მოითხოვოთ, ან მისი შესრულების წესის შეცვლა მოითხოვოთ და ასე შემდეგ. თანაც გაირკვა ბათუმში, რომ სომხები ადგენენ ანგლოფილურ ორიენტაციას და თურქეთისაგან თავის დაცვას ცდილობდნენ ინგლისელების საშუალებით. აზერბაიჯანელებისათვის ორიენტაციის საკითხი არ იდგა. ისინი თურქებს არ მიიჩნევდნენ დამპყრობლად, მონათესავე ხალხია, მოგეხსენებათ ეს და პრაქტიკულად არ უწევდნენ წინააღმდეგობას. თუ ომი იქნებოდა თურქეთის წინააღმდეგ, მაშინ ეს უნდა ყოფილიყო საქართველოს სომხეთის ომი. აზერბაიჯანი ამ ომში მონაწილეობას არ მიიღებდა. ასეთ შემთხვევაში გენერალმა ოტო ფონ ლოსოვმა აკაკი ჩხენკელს, ნიკო ნიკოლაძე იყო მრჩეველი ექსპერტი ამ მოლაპარაკებაზე, აკაკი ჩხენკელთან ერთად იყო ბათუმში, ურჩიეს, რომ დაშალეთ ეს ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფო, გამოაცხადეთ დამოუკიდებლობა და თხოვეთ გერმანიას მფარველობა. გერმანია მფარველობას ვერ გაუწევს ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს, რადგან ამას არ ითხოვენ სომხები და აზერბაიჯანელები. თქვენ თუ გინდათ ეს მფარველობა, უნდა დამოუკიდებლობა გამოაცხადოთ და მერე ითხოვოთ მფარველობა. ეხლა ბათუმიდან აკაკი ჩხენკელი და ნიკო ნიკოლაძე სისტემატიურად აყენებდნენ საქმის კურსში საქართველოს ეროვნულ საბჭოს და მის აღმასრულებელ კომიტეტს. 1918 წლის 14 მაისს თბილისში შეიკრიბა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცნოს გერმანოფილური ორიენტაცია, ანუ დაიწყოს დამოუკიდებლობისათვის მზადება გერმანიის მხარდაჭერის იმედად და ბათუმში აკაკი ჩხენკელს აცნობეს, რომ გენერალ ოტო ფონ ლოსოვისათვის ეცნობებინა, რომ საქართველოს ეროვნული საბჭო დგას გერმანოფილურ ორიენტაციაზე და მის გეგმას იზიარებს. 1918 წლის 16 მაისს ისევ შეიკრიბა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი და პრაქტიკულად დღის წესრიგში დადგა საკითხი, როგორ გამოვაცხადოთ დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობა
მოსამზადებლად შევქმნათ სამთა კომისია და ამ კომისიაში შევიდა ნოე რამიშვილი, დავით ვაჩნაძე და შალვა მესხიშვილი. აი ყველა წინადადება შეიმუშავოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის ამ სამთა კომისიამ. ძალიან მძიმე დღეები იყო, კრიზისული დღეები იყო და მეორე დღეს 17 მაისს ისევ შეიკრიბა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი და ასეთ საკითხზე იმსჯელეს. ოსმალეთის ჯარი ემუქრება ქუთაისს, თურქეთის ჯარი ემუქრება ქუთაისს, ემუქრება ბორჯომს და ბორჯომიდან შემდეგ თბილისს და ამან შეიძლება შეაფერხოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თბილისში გამოცხადდეს საალყო წესები. საალყო წესების უზრუნველყოფა დაევალოს ქართული ჯარის პირველი კორპუსის მეთაურს გენერალ ახმეტელს. ხოლო სამთა კომისია დარჩეს ისევ არჩეული წინა დღით და მან გააგრძელოს მოსამზადებელი მუშაობა. ამ დროს ბათუმში ვითარება ძალიან დაიძაბა. თურქეთი ითხოვს რომ მისი ულტიმატუმი ან მიიღონ, ან რაღაც პასუხი უთხრან ამაზე. აკაკი ჩხენკელის წერილი, რომელიც ბათუმიდან გამოგზავნილი იყო 23 მაისს 24-ში მიიღეს თბილისში. იქ აკაკი ჩხენკელის წერს. თუ დამოუკიდებლობა აქამდე არ გამოგიცხადებიათ, ეხლა გამოაცხადეთ, თორე ერის მოღალატებად გამოცხადებით სუყველავ. ეხლა აქ საკითხი როგორი დგა? აკაკი ჩხენკელი ამბობდა, რომ უნდა მოვასწროთ დამოუკიდებლობის გამოცხადება, სანამ სომხეთის მსგავსად ოსმალეთი, თურქეთი მოახდენს საქართველოს ოკუპაციას. ეხლა აკაკი ჩხენკელს ოპონენტები ეკითხებოდნენ, რა მნიშვნელობა აქვს? მეორე დღეს რო დავიპყროს? აკაკი ჩხენკელი ამაზე პასუხობდა, ის მნიშვნელობა აქვს, რომ ეხლა ჩვენ არაფერს არ წარმოადგენთ. ეხლა ჩვენ მსოფლიოსათვის ვართ რუსეთის იმპერიის ნაწილი. ხოლო თუ დამოუკიდებლობას გამოვაცხადებთ, აღარ ვიქნებით რუსეთის იმპერიის ნაწილი, გერმანია ცნობს ამ დამოუკიდებლობას და ჩვენ გვექნება იურიდიული საფუძველი, რომ ვთქვათ, დამოუკიდებელი ქვეყანა დაიპყრო თურქეთმა. ხოლო დღეს რომ დაგვიპყროს, დღეს ამას ვერ ვიტყვით. აკაკი ჩხენკელის წერილის განხილვა მოხდა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხდომაზე 1918 წლის 25 მაისს გვიან ღამით. და აღმასრულებელი კომიტეტების წევრებმა თქვათ, გამოვაცხადოთ ეხლავე დამოუკიდებლობა, რადგან აკაკი ჩხენკელი ითხოვს კატეგორიულად ამას. ნოე ჟორდანია გამოვიდა წინააღმდეგი და თქვა, დამოუკიდებლობას ვერ გამოაცხადებს ჯერ ერთი უნდა გამოაცხადოს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ და არა აღმასრულებელმა კომიტეტმა 12 კაცმა. უფრო მეტი დიდი პრობლემა იყო რა. ჯერჯერობით ამ ტერიტორიაზე არსებობს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა. ის თუ არ დაიშალა, სად ვაცხადებთ ჩვენ დამოუკიდებლობას? ამიტომ საკითხი გადავწყვიტოთ იურიდიულად სწორად. ხვალ შევიკრიბოთ, სეიმის ხდომა მოვიწვიოთ, დავშალოთ ამიერკავკასიის ფედერაცია, მოიხსნა სეიმმა უფლებამოსილება ამიერკავკასიის მთავრობამ და მერე ჩვენ გამოვაცხადოთ დამოუკიდებლობა, სომხებმა თავის საქმეს მიხედონ, აზერბაიჯანელებმა თავის საქმეს მიხედონ. გარდა ამისა, ნოე ჟორდანი ამბობდა, რომ დღეს რომ დამოუკიდებლობა გამოვაცხადოთ ჩვენ, ხვალ ვისი კანონები მოქმედებს დამოუკიდებელ საქართველოში? გვაქვს ეს კანონები? არა გვაქვს. ესე იგი ისე უნდა ვიმუშაოთ ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს კანონებით. ვისი ფულად საკრედიტო სისტემა მოქმედებს? რა თქმა უნდა ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს. ეს არ არის ასე ხელწამოსაკრავი საკითხი, ამას უნდა იურიდიულად ძალიან კარგად გამართვა, მაგრამ არ დაუჭირეს ჟორდანიას მხარი, 6 კაცმა 4-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ დღესვე აქვე გამოვაცხადოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. მაშინ ჟორდანიამ თქვა, რომ მე განზე ვდგები, არ მონაწილეობ ამ პროცესში, როგორც გინდათ ისე გადაწყვეტეთ საკითხი. შემოიტანეს დამოუკიდებლობის აქტი, რომელზეც უნდა მოეწერათ ხელი. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ აქტი არ ვარგოდა. ტექსტი იყო ძალიან სუსტი და ამ ტექსტზე ხელის მოწერა არ შეიძლებოდა. ისევ ჟორდანიას თხოვეს დაავალეს, რომ აქტი გადაემუშავებინა მეორე დღისათვის და მეორე დღეს იმ გეგმით წასულიყო საქმე, რა გეგმაც წამოაყენა ნოე ჟორდანიამ.
ამიერკავკასიის 25 მაისის ხდომაზე განისაზღვრა მეორე დღის 26 მაისის დღის წესრიგი მინისტრებზე შეთანხმდნენ, სამინისტროების რაოდენობაზე შეთანხმდნენ. 26 მაისს შეიკრიბა ამიერკავკასიის სეიმი და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაშალა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა. სეიმმა მოიხსნა უფლებამოსილება მოიხსნა ჯერ სეიმის წინაშე მთავრობამაც. და იმავე დარბაზში, სადაც თუ შეიძლება ასე ითქვას, გარდაიცვალა ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფო, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და მისმა წევრებმა ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის აქტს. იმავე ხდომაზე ეროვნულმა საბჭომ შექმნა საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობა შეიქმნა ასეთი შემადგენლობით: პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა ნოე რამიშვილი. საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა აკაკი ჩხენკელი. ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი გახდა გიორგი გვაზავა. განათლების მინისტრი გახდა გიორგი ლასხიშვილი. გზათა მინისტრი გახდა ივანე ლორთქიფანიძე. მიწათმოქმედების მინისტრი გახდა ნოე ხომერიკი. იუსტიციის მინისტრი გახდა შალვა მესხიშვილი. ასე რომ როგორც დავინახეთ, მთავრობაში შევიდა ყველა პარტიის წარმომადგენელი, ყველა დიდი პარტიის წარმომადგენელი, სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები, ფედერალისტები. მთავრობა იყო კოალიციური. ნოე ჟორდანიამ მთავრობის თავმჯდომარეობაზე უარი თქვა, რამდენიმე დღეში ის გადადგა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეობიდანაც და არჩეული იქნა იქ აკაკი კარლო ჩხეიძე, ნიკოლოზ ჩხეიძე. დამოუკიდებლობის აქტით, რომელიც 26 მაისს იქნა მიღებული, საქართველოს ცხადდებოდა სუვერენულ სახელმწიფოდ, პოლიტიკური ფორმა საქართველოს იყო დემოკრატიული რესპუბლიკა, საპარლამენტო რესპუბლიკა. პარლამენტის ფუნქცია აიღო საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, რომელიც ქმნიდა მთავრობას და მთავრობა პასუხისმგებელი იყო მის წინაშე. საერთაშორისო ომიანობაში დამოუკიდებლობის აქტით საქართველო აცხადებდა მუდმივ ნეიტრალიტეტს, ანუ არავის არ მიემხრობოდა. მეზობელ ქვეყნებთან პირობას დებდა, რომ ექნებოდა კარგი ურთიერთობა, ყველა ეროვნებისა და რელიგიის ხალხს თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე შეუქმნიდა ისეთივე პირობებს, როგორც ექნებოდათ ქართველებს. დამთავრდა თუ არა ეროვნული საბჭოს ხდომა, პრემიერ-მინისტრი ნოე რამიშვილი გაემგზავრა ტელეგრაფში და მსოფლიოს სახელმწიფოებს ამცნო ახალი სახელმწიფოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაბადება. ასე დამთავრდა ქართველი ერის 117 წლიანი ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის.